მივიდეს, მემიყვანეს სამართლოში. Სამართლოში მემიყვანეს, მითხრეს რომ დამეტოვებინა საქართველო. მე მოვიტყო მე რატომ უნდა დავტოვო საქართველო? არანაირი განმარტება თუ არ დატოვებ საქართველოს ჩაგიგდებო. იარახო. და ჯობია რომ წახვიდეოდა. 5 სექტემბრის მერე ჩამოდიო. 5 სექტემბრის მერე 7 სექტემბერს ჩამოვიდნენ საქართველოში, დამხვდნენ აეროპორტში, პასპორტი რომ მივაწოდე, ეთქვა ბაზაში გააშავა. იგი გააწესა. დამხვდნენ აეროპორტში, დამიჭირეს, გადმომიყვანეს, შემომიყვანეს აქ. თურქეთში გადამაგდეს, არ შემომიშვეს საქართველოში. მაშინაც არაფერი არ გამიმარა. არ იცხოვრებს საქართველოში გამორჩა, მაგის პასუხი ხო მაგში. ნასამართლები ვარ, კულტურულ ტრადიციების მატარებელი, ნასამართლები ვარ, კულტურულ მაგაზე, მენტალიტეტზე ვარ, ნასამართლების შუქწელი ვიჭები მაგაზე. მაგრამ გამოსული ვარ 2012-ში გამოვედი, მის მერე ჩეულებურად ცხოვრობდი ოჯახში, მეუღლე მყავს, სამი შვილი დედა. არანაირი პრობლემა არ მქონია. მოვიდა ეს თამაზაშვილი და შეიქმნა ეს პრობლემა. ანუ პირადად მეუბნებოდნენ რომ თამაზა მე ვითხოვდი რომ შემახვერე თამაზაშვილს მეთქი და მინისტრის გარეშეო ლაშა იყო თუ არ შეიძლება პირველი მოადგილე მინისტრის გარეშეო ასეთ რაღაცები არ ხდებაო. და ეს მინისტრის საქმის კურსში არისოდა. მინდოდა რომ შევხვედროდი და პირადად მეთქვა რომ რატომ უნდა დამეტოვებინა საქართველოს. ანუ თამაზაშვილი გებძვით პირადად ესე ფიქრობთ? თვითონ მის მასე მითხრა მის მოადგილემ და ვინ იყო მისი მოადგილე? ლევანი ხარაბაძე თუ ხარაზი ვარი ასე მითხრა რა ცოტა არ მახსოვს. ლევანი ხარაბაძე თუ არ ვცდები. თამაზაშვილი და თამაზაშვილი და რატო რამე ადრე კონდეთ კონფლიქტური სიტუაცია თუ არანაირი ვაფშე არ ვიცი საერთოდ. და ეხა ვინ იყო ამჯერად რომ გადმოხვედით ადვოკატებთან ერთად? ეხლა ადვოკატებთან დამინახა, ვინც მაშინ დამეჭირა აეროპორტში რომ დამკვდა. მაგენი იყო. სახელმწიფოები შეგიძლიათ. მაგის არ ვიცი, მარტო კვირკველია, პარდა კვირკველია იყო ერთ-ერთი მაშინ 7 სექტემბერს დამხდიდა არ შემომიშვა. და ეხლა რა საპირე გადმოხვედით ჩაულებრივად? ასო ცხოვრება შეუძლება საქართველოში, როცა მინდა წავალ, როცა მინდა ჩამოვალ, იმიტომ უფლებაა ჩემი საქართველოს მოქალაქეობა. რაც ქვია არ ვიცხოვრე საქართველოში. აიყვანეო და თურქეთში წადი და თურქეთში იცხოვრე შვილებთან ერთად. თურქეთში წავიდნენ მაგენმათან შვილებთან ერთად და იცხოვრონ თვითონ. მუქარის რა ფორმა იყო შეგიძლიათ გითხრათ აი თქვა იარაღ ჩაგიგდებდო. მაგენი აბა სხვა სახლამ მოკლედ ვერ მომკლავენ მაგენი. სამართლებრივად ხელყოფა საობს ადგილი კონსტიტუციური უფლების, მაშინ როდესაც კონსტიტუცია დაიშალა მოქალაქის გაძევება, საქართველოს დამშუქებებას აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ სამართლებრივი ორგანიზმის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტებას გამოხატებას, რაც შეეხება შემოსავლების პრობლემას თუ რაიმე ტიპის აუცილებელი გარემოებები არ არის პირის დაკავების სამართლებრივი აქტის შეზღუდვის კუთხით და ეს არ გამომდინარეობს ისმის სამართლის საპროცესო საგამოძიებო მეთოდებებიდან სამსახარ დაუშვებელია მოქალაქის აღნიშნული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. როგორც ჩვენ მოვისმინეთ გიორგი ბერიძის მიმართ ადგილი ქონდა აღნიშნული ქმედებებს მოხდეთ სამსახურში და შესაბამისად საია მიმართა ამასთან დაკავშირებით პრობლემების გამოძიების განცხადებით და ნახოთ ეტაპი თუ რა რეაგირება იქნება. როდის მიმართეთ გიო? დაახლოებით 3 წელი.